სახელმწიფო ნაკრძალები, ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები, დაცული ლანდშაფტები, ბიოსფერული რეზერვატები. ეს ის უნიკალური ბიომრავალფეროვნება, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიმზიდველს და განსაკუთრებულს ხდის. 2025 წლის მდგომარეობით დაცული ტერიტორიების ფართობი 927,000 ჰექტარს აღემატება, რაც ქვეყნის ტერიტორიის 13%-ზე მეტია. რა ეკონომიკური სარგებელი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ბუნებრივმა სიმდიდრემ, როგორ ვითარდება და რა პოტენციალი გვაქვს ეკოტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, ბიზნეს პარტნიორის აგრო რუბრიკაში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს თამარ ხახიშვილს უმასპინძლებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემა სტუმრობისთვის. ეს უკვე მეორე გადაცემა ამ რუბრიკის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ მე და თქვენს და მთლიანად ბიზნეს პარტნიორს ძალიან ბევრჯერ უსაუბრია როგორც დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ სიახლეებსა თუ გამოწვევებზე და მთლიანობაში რა ტენდენციები გვაქვს. რა პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს, ამით დავიწყებთ ჩვენს დღევანდელ საუბარს, დაცული ტერიტორიების მიმართ და რას ვეფუძნებით, ანუ რა პრინციპის გათვალისწინებით, რა პოლიტიკის გათვალისწინებით ვიღებთ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ დაცულ ტერიტორიაზე, სად გავხსნათ, როგორ გავხსნათ და შემდგომ ან რას როგორ ვუპატრონოთ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ აღნიშნულ რუბრიკაში დროის დათმობისათვის, გამომდინარე იქიდან, რომ ვფიქრობ ძალიან საინტერესო საკითხებია დაცული ტერიტორიების ირგვლივ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ იმ განვითარების ხედვების თუ გამოწვევების შესახებ, რომელიც აღნიშნულ სექტორში არსებობს. დავიწყოთ იქიდან, რომ დაცული ტერიტორიების ფართობი, როგორც უკვე აღნიშნეთ, დაახლოებით 1 მილიონ ჰექტარს აღწევს და ჩვენი ამოცანაა, რომ ამ კუთხით ვიმუშაოთ ახალი დაცული ტერიტორიების ფართოების მიმართულებით. ერთ-ერთ ძირითად ხედვას სწორედ აღნიშნული ტერიტორიების მოკვლევა წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც წელს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 220,000 ჰექტარი ტერიტორია დაემატება მომავალი წლისთვის დაცული ტერიტორიების გზას და აღნიშნული საშუალებით უკვე გვექნება საშუალება, რომ ქვეყნის 16.7% სწორედ დაცული ტერიტორიების სტატუსის ქვეშ მოვიაზროთ. ეს ნამდვილად უნიკალური რიცხვებია, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ლანდშაფტებს, იმ ბიომრავალფეროვნებას, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიებზე გვხვდება და აღნიშნულის პარალელურად ჩვენ მოგვეცემა საშუალება ვიზრუნოთ როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვისა და კონსერვაციის მიმართულებით, ასევე ეკოტურიზმის განვითარების კუთხით, რაც დამატებითი შესაძლებლობაა სოფლად ცხოვრები მოსახლეობისათვის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. ჩვენ ყოველთვის აღნიშნავთ ხოლმე, რომ დაცული ტერიტორიების დაარსება ან მისი ინფრასტრუქტურული მოწყობა არ არის მხოლოდ ვიზიტორთა მიზიდვისთვის განკუთვნილი, არამედ ჩვენ ამით ვცდილობთ, რომ შევქმნათ მიზიდულობის წერტილი, სადაც შემდეგ უკვე ვიზიტორებს ექნებათ საშუალება, რომ მოინახულონ და ადგილობრივმა მოსახლეობმა გარკვეული ბიზნესები იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც უკვე გვაქვს, სადაც უკვე შეიქმნა დაცული ტერიტორიები, ან სადაც იყო და მისი განვითარება ვუზრუნველყავით. რეალურად მოსახლეობა რამდენად წამოყვათ აი ამ მიმართულებაზე და რამდენად შეძელით, რომ ეს დაცული ტერიტორიები და მის ირგვლივ არსებული ტერიტორიები რეალურად ეკონომიკური სარგებლის მომტანად ქცეულიყო, გარდა იმისა, რომ ტურისტული თვალსაზრისით მას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ ნაწილს აუცილებლად ცალკე შევეხები ტურიზმის, რადგან თქვენთანაც ახსენეთ, ეკონომიკური სარგებლის თემა მინდა რომ გავაგრძელო, მოსახლეობის განწყობა და მათი დამოკიდებულება როგორი იყო? შედეგის თვალსაზრისით მსჯელო ბუნებრივი. დიახ, ჩვენ პერიოდულად ვატარებთ ხოლმე კვლევებს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური სარგებლის შესახებ და ვცდილობთ გამოვიკვლიოთ ის შემოსავლების ოდენობები, რაც ადგილობრივი ეკონომიკა იღებს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ არსებული ბიზნესების მეშვეობით. რამოდენიმე წლის წინ ჩატარდა მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიების კვლევა და აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 86 მილიონი ლარის ეკონომიკური შემოსავალი მიიღო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის ირგვლივ არსებულმა ბიზნესებმა. ეს რა თქმა უნდა არ არის მცირე თანხები, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არის მხოლოდ მცირე მეწარმეობის ფარგლებში განსაზღვრული შემოსავლები და თუ გავითვალისწინებთ იმ მასშტაბს, რომ ყოველწლიურად ვიზიტორთა რაოდენობა დაცულ ტერიტორიებზე იზრდება, დღეს შეგვიძლია უკვე ვისაუბროთ, რომ ყოველი ჩადებული 1 ლარი ინვესტიცია შესაძლოა მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ ცხოვრები მოსახლეობისათვის. ჩვენ გვაქვს მარტვილის კანიონის მაგალითი, როდესაც დაცული ტერიტორიების შექმნამ და იქ მინიმალისტური ინფრასტრუქტურის მოწყობამ მნიშვნელოვნად განაპირობა ადგილობრივი ეკონომიკის წინსვლა, განვითარება, ისევე როგორც თუშეთის და მტირალას მაგალითები. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორები შემოდის, ხო? ერთია ეს ტერიტორიები ეკონომიკურად განავითაროთ და მეორეს თავად დაცული ტერიტორიები ისე შევინარჩუნოთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი არ მივაყენოთ გარემოს და ბუნებას, ხო? და ის მართლა ხელუხლებელი, უნიკალური რითაც ასე ვამაყობთ, ის იყოს მაქსიმალურად შენარჩუნებული. აი ამ ბალანსს რამდენად სწორად ახერხებთ და ამ მიმართულებით ხედავთ თუ არა გამოწვევებს?
სასახელო უნდა აღინიშნოს, რომ დაცული ტერიტორიების უპირველეს ამოცანას სწორედ ბუნების დაცვა, კონსერვაცია წარმოადგენს. შესაბამისად, მანამ სანამ რაიმე გადაწყვეტილება იქნება ხოლმე მიღებული ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ცხადია, პირველ ეტაპზე ხდება ძალიან დეტალური შეფასება კონკრეტული ტერიტორიის, ბიომრავალფეროვნების, გარემოზე ზემოქმედების ეფექტების და ამის გათვალისწინებით ხდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, მოხდეს თუ არა დაცულ ტერიტორიებზე გარკვეული ეკოტურისტული საქმიანობის დაწყება. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვდგავართ ხოლმე აღნიშნული ალტერნატივის წინაშე, თუმცა ჩვენი ამოცანაა და ჩვენი ხედვაა, რომელსაც აბსოლუტურად გავდივართ განვიხილავთ სამინისტროსთან ერთად, რომ რეალურად ეს ინფრასტრუქტურა სრულად პასუხობდეს გარემოსდაცვით ასპექტებს, ელემენტებს და არ იყოს წინააღმდეგობაში აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში. არაერთხელ ყოფილა ამასთან დაკავშირებით მსჯელობა, თუ რამდენად შეიძლება სად გადის ზღვარი ეკოტურისტულ ინფრასტრუქტურასა და ბუნების ზიანთან დაკავშირებით, ესთან დაკავშირებითაც ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ არსებობს გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტები, რომელიც ტარდება, რომლის შეფასების შესაბამისი კვლევები იდება და ამის გათვალისწინებით ხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ პირველ რიგში იყოს ბუნება დაცული, არ მოხდეს რა განსაკუთრებული ზიანის მიტანა ბიომრავალფეროვნებაზე და ამის გათვალისწინებით მოხდეს უკვე ეკოტურისტული საქმიანობების დაწყება. კი ბატონო, რაც შეეხება თვითონ დაცულ ტერიტორიებს, როგორც ტურისტულად მნიშვნელოვან პროდუქტს. ცოტა უხეში სიტყვა პროდუქტი არ ვიცი ხა ვის როგორ მოწონს ან არ მოწონს ეს ფორმულირება, თუმცა რეალურად საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი შეიძლება გახდეს დაცული ტერიტორიები. ხა ჩემთვის, საქართველოს მოქალაქისთვის და თავად ამ დაცულ ტერიტორიების ერთგვარი გულშემატკივრისთვის შესაძლოა სხვა ღირებულებებიც ემატებოდეს და არა მხოლოდ მისი ტურისტული პოტენციალი, როდესაც დაცულ ტერიტორიებზე დავუშვათ გადავადგილდები ან რომელიმე მათგანს მოვინახულებ, მაგრამ მთლიანობაში ეს საკმაოდ კარგი საშუალებაა, რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოვიზიტოთ, ხო? ამ ნაწილში როგორი ტენდენცია გვაქვს, რამდენად ახერხებთ და რამდენად თანხვედრაშია სახელმწიფო სტრუქტურების, ამ შემთხვევაში თქვენი სააგენტოს, იგივე ტურიზმის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ამ ნაწილითაც გაუწიოთ პოპულარიზაცია. დავიწყოთ იქიდან, რომ საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო აუდიტორიასთან დაცული ტერიტორიების გაცნობის მიმართულებით, ისევე როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელიც წლის განმავლობაში არაერთ საერთაშორისო გამოფენაში იღებს მონაწილეობას იმისათვის, რათა ის ეკოტურისტული პროდუქტები თუ ზოგადად ტურისტული პროდუქტები საზოგადოების ფართო მასებს გავაცნოთ. ეს ცალსახად ჩვენი ამოცანას წარმოადგენს ჩვენ სამიზნე ბაზრებზე, სადაც სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით არის ინტერესი გაზრდილი. ვიღებთ მონაწილეობას მათ შორის საუდის არაბეთში, ჰონგ-კონგში, ინდოეთში, ასევე დიდ ბრიტანეთში და სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ვფიქრობთ, რომ საქართველოსთვის საინტერესოა ვიზიტორთა მოზიდვა აღნიშნული ბაზრებიდან, განსაკუთრებით საინტერესოა მაღალშემოსავლიანი ვიზიტორების მოწვევა, იმისათვის, რათა დაცული ტერიტორიების მონახულების პარალელურად გაიზარდოს ადგილობრივი მოსახლეობის სოციოეკონომიკური სარგებელიც და ზოგადად, როდესაც საუბრობთ ეკოტურიზმის განვითარებაზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობისათვის ეკონომიკური შემოსავლის მიღების საშუალებები გაჩნდეს. წალკის მაგალითს მოვიყვან მაგალითად, როდესაც წალკა მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში დასπერშის კანიონი იყო ხშირად მონახულებადი დაცული ტერიტორია, წლის განმავლობაში დაახლოებით 6000 ვიზიტორი სტუმრობდა მანამდე, სანამ კერძო ინვესტიციით კერძო ტერიტორიებზე არ მოხდა გარკვეული ინფრასტრუქტურის განვითარება. ეხლა რამდენი სტუმრობს? დაახლოებით 200,000-ზე მეტი ვიზიტორი ყავს ყოველწლიურად. ძალიან დიდია განსხვავება. ძალიან. კი, ეს რა თქმა უნდა ერთი მხრივ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობისათვის ძალიან ბევრი შესაძლებლობა შეიქმნა იქ ადგილობრივი ბიზნესის განვითარების კუთხით, დასაქმების კუთხით, რომლებიც არსებულ ობიექტზე არიან დასაქმებულები. მეორე მხრივ კი გაიზარდა მონახულების რაოდენობა წალკის კანიონის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მოხდეს ბუნების ძეგლების დაზიანების ხარჯზე. ეს ამის კონტროლს თავშეთ ახდენთ მერე, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ იყოს? აუცილებლად პირველი ამოცანა და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ბუნების ძეგლების მდგომარეობა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარებით არ უნდა ექნებოდეს საფრთხე გარკვეული ინფრასტრუქტურა, გარკვეული ჩარევის შესაბამისად. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ წალკის კანიონი არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მონახულებადი ბუნების ძეგლი, სადაც ბიომრავალფეროვნება მაქსიმალურად არის დაცული. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს ამ მოცემულობით მთლიანობაში რამდენ ტერიტორიაზე განიხილება დაცული ტერიტორიების შექმნა, ან დაუშვათ ამ მიმართულებით რა ტიპის სამუშაოა სწევთ ახლა და როდისთვის უნდა ვალოდოთ ახალი დაცული ტერიტორიის შექმნას საქართველოში?
დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ 6 რეგიონში მიმდინარეობს კვლევები ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით, მათ შორის არის სვანეთის დაცული ტერიტორიების დაარსება, რომელზეც ეს ყველა დიდი მოლოდინია ამ ნაწილში და ჩვენ წინა გადაცემაშიც ჰქონდა ამაზე საუბრის შესაძლებლობა. მიმდინარეობს კვლევები ფაქტიურად დასრულების ეტაპზეა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის შემდეგი წლის გაზაფხულის სესიაზე საპარლამენტო სესიებზე მოხდება აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და დამტკიცება. ანალოგიურად შეგვიძლია ვთქვათ, სამეგრელოს დაცული ტერიტორიების დაარსების შესახებ, ასევე მუშაობთ კახეთის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის მიმართულებით, რაც შეეხება გაფართოებას, მუშაობთ რაჭის ეროვნული პარკის გაფართოების კუთხით და გურიის ეროვნული პარკის გაფართოების კუთხით. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ 220,000 ჰექტრით მომავალი წლის ბოლომდე იგეგმება დაცული ტერიტორიების ქსელის განვითარება, რაც დაცული ტერიტორიების ფართობს მილიონს გადავაჭარბებთ და ფაქტიურად 16.7% გახდება ქვეყნის უკვე დაცული ტერიტორია. კი ბატონო, და კიდევ ერთი 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი შევიდა საქართველოს პარლამენტში გადამუშავებული სახით და საბოლოო ვერსიას უახლოეს ხანებში უკვე პარლამენტი მიიღებს, რომ საინტერესოა გამიშრე კითხვა, აი ამ ყველაფერზე მაგალითად სახელმწიფო რა თანხას დებს და 2026 წლის ბიუჯეტით ამ შემთხვევაში თქვენ სააგენტოსთვის დაფინანსება გაზრდილია თუ ან პრიორიტეტების გადანაწილება რამდენად რთულია იმ შემთხვევაში რა დაფინანსებაც გაქვთ. დიახ, ყოველწლიურად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით დაცული ტერიტორიების სააგენტო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იზრდება. წელსაც მომავალი წლისთვისაც დაგეგმილია, რომ ბიუჯეტი გაზრდილი იქნება ლევანდელ ბიუჯეტთან შედარებით. მათ შორის გაზრდილია საკუთარი შემოსავლები, ის შემოსავლები, რომელსაც სააგენტო იღებს გარკვეული ეკოტურისტული სერვისებიდან, მათ შორის ბილეთების გაყიდვის რეალიზაციიდან თუ იჭერის ხელშეკრულებებიდან და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული თანხის რეინვესტირება კვლავ დაცული ტერიტორიების ბიომრავალფერმის დაცვას და კონსერვაციაში კიდევ უფრო უკეთეს შედეგს მოგცემს გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრადი განვითარების კუთხით. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებ და კვლავაც რა თქმა უნდა არაერთხელ შევხვდებით ამ რუბრიკის ფარგლებში ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში თამარ ხახიშვილი საუბრობდა.